ახლავე. ისმენ ლუიზას არა მეგობარო სხვაგან მოხდი მე საიდან უნდა ვიცოდე ლუიზას ტელეფონის ნომერი ნახვამდის ყველაფერი მე დაგტოვე ისმენ ლუიზა ისევ ჩემთან მოხდი მეგობარო თხოვ რომ დაადგინო მისი ტელეფონის ნომერი რა შუაშია სოფელი სოფიდან ჩამოხვედით რა ხდება სოფელში მოსავალი როგორია აგაშენა ღმერთო ნახვამდის გამარჯობა ამერიკანებს შეიძლება. ახლავე. მე დაგვადიჟო. არ შეწუხდეთ მადლობა. არა, რა შეწუხებაა პირიქით. წვიმაში მოვდით? დიახ, მოულოდნელად გაწვიმდა. ხო, თითქოს არ აპირებდა წვიმას. ეს თქვენი ამერიკა. მადლობა. სხვა ყველაფერი მე დაგტოვე. აქვე ვიქნები. კოკა ნინიკო ძალიან სასიამოვნოა ნინიკო უკაცრავად მოძებ არ ვეწევი თქვენ წვიმიდან მოხვედით. რისი თქმაქსო? არაფერს. როდესაც ადამიანი წვიმიდან მოდის ეს რაღაცას ნიშნავს. რას? არ ვიცი რას, მაგრამ რაღაცას ნიშნავს. ფეხზე რა დაგემართათ? ფეხზე? ფეხზე? ფეხზე. დიახ, ფეხზე. ფეხზე. გაზაფხულის მზიანი დილა იდგა. ბავშვები ნასახლართან თამაშობდნენ. უცებ ერთ-ერთმა ნაღმი აღმოაჩინა. ამ დროს გამოჩნდი მე ახალგაზრდა და სიმპათიური იერებით ხელში. გაზაფხულს შევნატროდი. ჩემმა გამჭრიახმა გონებამ წამსვე აღმოაჩინა საფრთხე. ფიცხალ მივეჭერ, ნაქვს ხელი მოვკიდე, შორს მოვისროლე და ბუმ! სინამდვილეში კიბიდან ჩამოვარდი. არაფერი მითხრათ, მე თვითონ არ ვიცი როგორ მოხდა ეს. რატომღაც გადავწყვიტე რომ წვიმიდან მოსულ ადამიანს მოფერება და სულიერი სითბო სჭირდება. შევწდი. თქვენ რა ტირით? არა, არიტიროთ ნინიკო, არიტიროთ. აი ახლა ცხვირი დაგიწითლდება და ისევ ისეთი ლამაზი აღარ იქნებით. შემომხედეთ მე ხომ არ მტირი ვარ. მიუხედავად იმისა რომ კლავი ამომიტრიალეთ და ძალით მაკოცეთ. მე? დიახ, თქვენ. მე გაკოცეთ? დიახ, თქვენ მაკოცეთ. რისი საბაბით მე თქვენთვის არ მომიცია. აუ, ნინიკო. ნინიკო, სად გდიო? ნათქენი ფეხი.
გადაგიხდა. კარგი. ნინიკო, მე ვარ. ბარში გელოდებით. კი, ბიჭების მალე მოვა. დაახლოებით 15 წუთში. კარგი. გელოდები. Palce მეტი ეკლები აქვს ლამაზე. ხილად იყავ მეგობარო ხილადა. თორე მერტი მიკარება ციცოდე. დაგიჯდება ზვირადა ზვირადა სიყვარული არ იქნება ძალადა როგორც მოვა ისე წავა თავის თავადა სიყვარული არ იქნება ძალადა როგორც მოვა ისე წავა თავის თავადა გონია ძმობილო გაზაფხულის მზით გამყარი ყვავი შესახედად ლამაზი და სამო მოსაგრება ადვილი სიყვარული არ იქნება ძალადა როგორც მოვა ისე წავა თავის თავადა სიყვარული არ იქნება ძალადა როგორც მოვა ისე წავა თავის თავადა ნინიკო შენ გაგიმარჯოს სულ რაღაც ორი თვეა რაც კოკამ შენი თავი გაგვაცნო ვედაგელას და უკვე დასავით შეგვიყვარდი პეტრინა ცხოვრებას გისურვებ გმადლობ ბატრი და დააყოლე გმადლობ გელა იმიტომ რომ შენ საგრძელოს მთელი სულითა და გულით ვსვამ ასახვა ზოგჯერ ბადრი სიტყვის ხოლმე ჭკვიანო რაღაცებს ო ნინიკო შენ გაგიმარჯოს. ნინიკო ამო ბილაიდრო ნინიკო დასულზე აიგო ეშმაგალაც საიგო ნინიკო ეხ ნინიკო ამო ბილაიდრო ნინიკო დასულზე აიგო ეშმაგალაც საიგო გისმენთ? დიახ, მელდენა. ჩვენთან არის კი? არა, ჩვენ ავსვამთ. ჩვენ საერთოდ ავსვამთ. დიახ, იშვიათად. ხანდახან. კარგი, დაგალაპარაკე. ეხა არცალია, დიახ. გადავცემ. ვეტყვი. კი ბატონო, არ ინერვიულობ. ნახავთ. ვერა შენი იყო. კაი. როგორ გამოიცო? არ დაგვიარსო. გათან არ დალიოსო. ბატონებო. ჩვენს მეგობრობას გავუძინოთ. აი ეგრე, რა გენაც. მაშინ წაგვეყოს წერილი, როდესაც ერთმანეთი არ გვემახსოვრება ღრმა სკლეროზის გამო. გაუმარჯოს. ჩვენს მეგობრობას გაუმარჯოს. თუ კი რამ დაგაკლდა ლერსი დილაო მეგობარს შახედე თვალებში დილაო თვალები გეტყვიან მიგულე სადაც ხარ დილაო ხისი თუ ბრძოლაში მოყვებით ხარ დილაო Dilaranina, dilaranina,
ისმენ. ლუიზას მოკლა მაგაცისაც ურავო. მომისმინე მეგობარო. 79 წლიდან მოყოლებული რეკა. 2005. ბიჭო! შენ ლუიზას თუ რატოშია? ელიოს! ოე! ჩიჩმე! აბანდარი! აი! ლუიზ! ზუსტად მაგდენი წელია მიერეკავს. მე აღარ მომაწონე. ერთგვარი მაგრად მიქორო. აი მე ეგრე აძლევ ეგრე ლამაზი ქალი მაინც ვისია. ალბათ. აი მე ლამაზი ქალი მაინც ვისია. რაგინ სინდისი გონა და სანაგარე. ვისეროცნები დვარადებს ისვრია. დაჟუანტელის გელათაგარა ვისეროცნები დვარადებს ისვრია. დაჟუანტელის გელათაგარა იგი ბოლომდე კვრის ერთგულია. ეს ერთგულებას პლატონა მაგასირო. ბოლოს და ბოლოს ერთი გულია. სულელას როგორ გაგვინაწილოს ბოლოს და ბოლოს ერთი გულია. სულელას როგორ გაგვინაწილოს. ბატონებო! ჩვენს საფაყვანებელ ქალბატონებს გაუმარჯოს. გაუმარჯოს. კოკა აღარ დალიაქვთ ხო? რა თქვი? რა თქვი ნიკო? კოკა კოკა აღარ დალიო. ინა განახოთ როგორია ფინავი ჩიკა. აი რა გჭირს ბიჭო შენ? რამდენად ერთად არავს ვან? ფინავჭიქებზე გამახსენდა. ფინავთებში გახსოვთ? კი. ხო მაგარი იყო. კი გახსოვს. მთელი ქალაქი ლაპარაკობდა დავინახეო. ეგრე არ ჯობდა ხალხმა ისევ ცაში დაიწყოს იქნებ ყურება. ისა რა იცით ახლა იმ ფინავთებში როგორი კეთილი გულის ბიჭები ისხდნენ ა? მაგარი. ნეტავი ქართველები თუ უყვარდათ. მე გავიგე რომ თურმე ქართველ ქალებზე გიждდებოდნენ თურმე. კოკა გაიყო. ბიჭებო მე უნდა დაგტოვოთ. დარჩი ნინიკო რა გეჩქარება? მაგვიანდება სამწუხარო. გავაცილე. გაგამიზა მოხველში. ვალერიანული დაწეგელი არ გოუშვი ვალერიანული ნინიკო, დაწეგელი არ გოუშვი ხვალ მარტო ვიქნები, მოხვალ. დედამისი რას ნიშნავს არ იცი? ხო ვიცი როგორ მიყვარხარ. კოკა ახლა ძალიან ნასვამი ხარ. ნინიკო, ორი თვეა სული ამომხარე, ასე არ შეიძლება. ნინიკო, შანა დარკი შენ ხელა იყო, როდესაც ომებს იგებდა. შენ კიდე ელემენტარული ბუნებრივი რაღაცის გეშინია, მიყვარხარ. კიდევ ერთხელ მითხარი. მიყვარხარ. ანაგოცე ანგოუშვი ვალერიანული კაცილე მეგობარო, მოგაქციე ჩვენ ყურადღება. რა თქვი? არაფერი ნუ გამოშტერდებიო ო მართალი არ უნდა გამოშტერდე. რა დაირია კაცი. მალე გინდა გაგვისურვო მე მინდა იჟიო იმ მშვენიერებას გაუმარჯოს. როდესაც ყველაფერი იცვლის ფერსა და სურნელს. როცა დალტონიკი ხდები გელა. როდესაც რაღაც უზარმაზარი, ლმობიერი ნათელი შემოდის სულში. დაუსვინა ნიკოლოზმა არა. სიყვარულის საბეგძელოს თავს, ბიჭი.
შეყვარებულია ლომია. მეტა ვინ არის ის ქალწული? მას გაუმარჯოს ნინიკოს გაუმარჯოს. წინვალე გოგოა. არა, კარგი გოგოა მე. გარკვეული სიმპათიები მაქვს მის მიმართ, მაგრამ ეს არ არის ის, რის თქმა მე მსურს. მე მინდა იმ იდუმალი ფანტომის სადღეგრძელო დავლიო. იმ იდუმალი გოგონასი, რომელსაც მართლა შევიყვარებ. ზამიკო, რაიბო, ვინი გაქვს შენ აღურეული? შეიძლება. და აქვე გავფრთხილებთ მეც და გელაც. რას? მაგ გოგოს გავფრთხილდი. არა წენინო. ბავს გულწრფელად უყარხარ და რაც. გული არ დაწვიდო. თქვენ არ გესმით ჩემ. არა ჩვენს. მეც ხომ ჩემებურად მიყვარს არა? მე კი არ მიყვარს ოსა თვითკმაყოფილი იდიოტი შტაბეჭილებას ტოვებ. გელა, მაგ სიტყვების გამო ერთ დროს ნამდვილი მეგობრებიც კი დუელში იწვევდნენ ერთმანეთს. მე რომელი ლერმონტოვი მე ვნახე ჩემო კოკა. ჰა? ხორცი პლაზარ. ხორღელებიდან გნოლი აფრინდა. ხაბარდოს ველი გადაიარა ისევ ალღზდექი მუხრანის ბოლოს ჩასაფრებული სინჯავი არა. სანზე. ეგრე. არაგზე. ისევ ყვავიან. ხოდა ბუნები თავთუხებისა. შენი ტუჩები ისეთ კბილია, როგორც ბადაგი დადუღებისას. ხოხბობას გნახე. მიწურული ყოროცა ზაფხული რუსთაველისა. ნეტამს. ბადაგი არ დამელია და იმ დღეს ხმალი არ ამელესა. ტრამალ გამოგედენე. შემოანტრიე გზები ტიალი. ცეთას უნტრიე საკეტურები, ვლეწეთ აზრები კელატრიანი, მაგრამ თვითონაც გადილეწება. დაბადებულა ვინც კი ხირჩაღარ. მე როგორ არის? აუ. დავიღუპეთ. გელა, შეიძლება თვალი გორილა. გელა. ნუ მიყურებ ეგეთი მომაკვდინებელი ირონიით, ჩემო კოკა. აბაგაი არის სორხაზე. მიდი. მიდი აბა. მიყვარდა მაშინ. მათრობდა მაშინ. 7 დღეების თეთრი ბროლება. მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში და თმების ქარით გამოკროლება. მომწყურდი ახლა. ისე მომწყურდი. ვით უბინაოს ყოფნა ბინაში. თეთრი ტყეების მიმყვება გუნდი. ეგეც დამავწ. არასდროს მინახავს კოკა ეგეთი მთვრალი ძმა. სიყვარულა დაცადა ბიჭი. წავედით დავიშალეთ. დედოფალო, ლურჯი რაში, მიხრის საშის ჩქარი და ბილიკით ლურჯ ქვიშაში მიაქვს მძაფრი ქარი, მიხრის დალალ გადაყრილი დოვლი, თოვლი პიპკი და აპრილი, ვარდისფერი თოვლი. ისმენთ. გამარჯობა ბატონო კირილე. წყალი? რას ამბობთ? ალბათ ბებოს დარჩა, ისევ მოშვებული. არა. არ ინერვიულობთ, მე მოვაგვარებ. ხვალანზეგ. შეიძლება მასეგ. არა. ტყუილს ვინ გაკადრებთ? მაშინ მე თვითონ შევღებავ. ოღონ ჯერ კარგად უნდა გამოშრეს. რა გამოაშრობს? სული შეუბერეთ და გამოშრება. კარგით არ ინერვიულობთ. მივხედავთ დე. ნახვამდის. წადი შენე. ბებო.
ბებო, გისმენ კოკა. კირილემ დაერეკა წყალი ჩასვიათ ისე. ღმერთო, ალბათ ისე ვულკანი დამრჩა მოშვებული. ალბათ ბებო. აი მე ღმერთო, მთელი დღეა გადაუღრებელი წვიმის. ო. სად მიდიხარ? წავალ შვილო. შენს მშობლებს სამთებს დავუთ. გადაიღო ჯერწვი. არა უშავს. ხოლგას დავიფარებ. მალე მოხვალ? შევეცდები. ხომ არ დამაფარებ რამის. ერთი კოლოფი სიგარეტი წამო. კარგი. საუზმე სამზარეულოშია. იცოდე არ გააციო. კარგი. აბა დროებით. აი მე კოკა. გამარჯობა. შემოგევლე. სად დაგეკარგე შვილო? სესიები მქონდა. ხო ყველაფერი რიგზეა. კი რა თქმა უნდა. ეჭვიც არ მეპარებოდა. კოკა, აბა შენიცი. მე მალე მოვალ ბებო. დროებით. დროებით. ძალიან მომენატრე. მეც. მე სიზმრებოდი ხოლმე. მეც. მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ, 7 დღეების თეთრი ბროლება, მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში და თმების გარეთ გამოგროლება. მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი, ვით უბინაოს ყოფნა ბინაში. ნინიკო, ხვალ ბებო ერთი კვირით მიდი სოფელში და ხო მოხვალ? მოხვალ? ნახე. კოკა. რა? დედა გახსოვს? რა თქმა უნდა. მამა? ბუნდოვნად. და საერთოდ რა მინორულ განწყობაზე ხარ, სხვა თემა ვერ არჩი, ეს ასაუბროთ. მაპატია. რა? შეგიძლია წყალი მომიტანო. კოკა ყოველთვის წყალს ვერ მოიტანს. ინებეთ ქალბატონო მურაბიანია. კოკა. რა? მაპატია რომ გეკითხები. გისმენ? გიყვარ ვარ? არა. რა თქვენ? მე შენ არ გეტყვი, მე შენ გეტყვივით, სხვანი გეტყვიან. კარგი ბიჭი ხარ. ო, იდეალური. იცი? რა? გონი რაღაც ხდება ჩემს თავს. თქვი ნუ დამილიეს უნდა. კოკა. რა? კოკა. ბავშვი გვეყოლება. აბა ბავშვი. ბავშვი. კოკა. ხურო ხუცდი. კოკა. ბავშვი ეს ხომ გენიალურია ძვირფასო. ბავშვი მართლა რა. მე კიდე არ ვიცოდი შენთვის როგორ მეთქვა თითქოს ლოდი მომწყდა გულიდან. შენ რა სერიოზულად ამბობ? ხო, მე ხომ არ ვიცოდი რა რეაქცია გექნებოდა. მაგას არა ბავშვზე გეკითხები. შენ ხომ გაგიხარდა. არა. იქნება გეჩვენა. ხომ შეიძლება რომ ვწდებოდე. არა. ვინმესთვის ხომ არ გითხოვს? ვის ვეტყოდი კოკა? დედა შენისთვის ხომ არ გითხოვს? მე დედა არ მყავს, დაგავიწყდა. ჭანდაბა დამავიწყდა. ვინმე მიცის ეს ამბავი? კოკა, მამას ხომ არ ვეტყოდი? მართალია მამას არ ეთყოდი. ჭანდაბა რა დროს ჩვენი ბავშვი?
ჩვენ თვითონ ბავშვები ვართ, რატომ არ გავთხილდი, რატომ არ გავთხილდი? კარგი. პრინციპში ისეთი არაფერი არ მოხდა რა. შენ უკვე დიდი გოგო ხარ და იცი როგორ უნდა მოიქცე. ხომ ხვდები რაზე ვსაუბრობ? ვერა. ნინიკო, მომისმინე, არსებობს უამრავი საშუალება, რომ ამ უსიამოვნებას თავი ავარიდოთ, გესმის? კოკა, რას თავაზობ, მე ხომ მიყვარ. მე არ მიყვარ ხარ. და გავიწყდა რას მეუბნებ. რას გეუბნებოდი? მეუბნებოდი. ლოგინ შეარითვლება. შენ არ გიყვარ. რა თქმა უნდა არა. არა. შენ არ გიყვარ. არა, კი, თანდავა, ვინ გითხრა სულეო? შენ მითხარი და მიყვირე კიდეც. ჩემთვის მამასაც არ უყვირე. უნდა ეყვირა, კამრით უნდა ეცემე ასეთი მტირალა გოგო. არა, ეს შენ არ ხარ. მე შენ ვერ გცნობ. გამდიდრდები. კოკა, ბებო, რა ხდება კოკა? არაფერი ბებო, საუბრობთ. ხო, მაგრამ წავედი როგორ მე. თუ საუბრობთ? კი. კი, მაგრამ ნინიკოს ბოდის არ მოხდი? ნინიკო შინაურია. შემინდობს. მერტ, შენ დაიფარე. ორი მისი გასვლა. ჩემთვის ტკივნეულია შვილი. ძალიან ფათერაკიანია. შენ ხომ გესმის ნინიკა? მესმის ელენე. მე კოკას გარდა არავინ ნაყავს შვილი. შენ რაღაც ცევდიანი მეჩვენები. ხო ყველაფერი რიგზე გაქვს. დავიღალე უბრალოდ. ალბათ გამოცდები. მოდი ჩაი დავლი. არ შეწუხდეთ, ძალიან გთხოვთ. ნინიკა, იცი რა მინდა კითხო? კოკა როგორი ბიჭია? რთული. აი, მეგობრებს კი ძალიან უყვართ. მეც მიყვარს. მეც. ბავშვობაში ნათელი იყო, ნათელი ბავშვი იყო. ცოტა სევდიანი გახდა. შემდეგ მამლაყინწობა დაიწყო. ხო იცი როგორც ხდება ხოლმე ქუჩა, ჩხუბი, უიმედო სიყვარულები, რომლებსაც თვითონ იგონებდა. ლექსებსაც წერდა, რომლებსაც თვითონ, აი, სხვადასხვაის კარგად გამოსდიოდა. მოდი, ხამა დავიკითხო. ელენე ბებო, მე მაგვიანდება სხვა დროს იყოს. კარგი, რადგანაც არის შვილი. დროებით. კარგი შვილი. არ დაგეკარგ. დროებით. კოკა რა უქნათ? შენამდე ეგ შეკითხვა ჩერნიშევსკიმ დასვა. კოკა. რა დროს ხუმრობა, მე ხო პოტენციური მამიკო ვარ.
სიცოცხლე. რატომ არ ჩიესა? იმიტომ რომ ბები ელენეს თვალებში ვეღარ ვუყურე. ნინიკო მომისმინე, უნდა მივიდეთ, ის ქალი გველოდება, გესმის? კოკა, რა გემართება? მაგას კითხვა უნდა? სიცოცხლე. მადლობა. მოკლედ გველოდება ის ქალი. რამ გამოგცვალა ასე? შენ ხომ ლექსებს წერ? და რა ვქნა ახლა? აბორტების საწინააღმდეგო ტრაქტატი დავწერო? ნუ თუ ეს შენ ხარ. ნინიკო, მელოდრამატიზმის გარშე ძალიან გთხოვ. აღარ დაამცხიკო. რა ვქნა? როგორ არ გესმის რომ არ შემიძლია ასეც გიყურო? როგორც გრიბიანს? მე შენ მიყვარ ხარ, გესმის? შექსპირ! ხალმა მიხვედი სახლში. ჯერ არა. მამა, გადაწყდა ჩვენი პრაქტიკის ამბები. ტალინში მივდივართ. 1 წლით. მიხარია მამა. როგორი ხმა მაქვს? რატომ არ გჯერა რომ მიხარია? იცი, სადილე აივანზეა, მეც მალე მოვალ და სახლში ვისაუბროთ. რა გადერებს? მიყვარს მამა. შენ ხომ არაურია ბოლო დროს. წესიერად მელაპარაკე. ძველი ბიჭი გახდი უკვე, ტონალობასაც მიკონტროლე. არასდროს მომიტყუებია მამა, ჩემი სახლში შესვლა აღარ მინდა. გისმენთ? ლუიზა ბაზანას იღებს. იდიოტი, იმედი აღარ დარეკო აღარასდროს. მოკლედ, მე უნდა გავიდე. ბიჭები მელოდებიან. თავაზე არ გვისაუბრია. ის ქალი გველოდება. კოკა, მე არ გამოგყვები. აბა რა საბირებ? ვიტოვებ. და მე არც მეკითხები, ხო? მე შენ გკითხე. შენ ხომ არ გავიწყდება, რომ ჩემ შვილზე ელაპარაკე? მე არ მავიწყდება. ნინიკო, მომისმინე ბავშვები ხომ არ ვართ? შენ არ თქვი თვითონ ბავშვები ვართ, რა დროს ჩვენი შვილიაო. ჭკუიდან არ გადამიყვანო, თორე. ერთი გენიალური იდეა მომივიდა. რა იდეა? მოდი ხელი მოვაწერო. აი თურმე რა იდეები გაწუხებს. ანუ არ გინდა შენი ცოლი გავხდე. შენ წარმოიდგინე არა? რატომ? მე კარგი ცოლი ვიქნები, ერთგული, მოსიყვარულე. შენ რა დამცინი? არა დასაცინი რა გჭირს. ერთი ეს მითხარი რომ გიჩივლო რასიზა. რომ მიჩილო? აი პოლიციაში მივიდა და ვთქვა, შემაცდინა ახლა ბავშვის მამობა არ უნდა მეთქი. ალბათ მაშინ ან ციხეში წაყვალ ან ცოლად მომიყვან, ხო? გაიყიდე არა ბოლოს და ბოლოს. ციხეში წავალ და შენ ცოლად არ შეგირდა. კარგი განშუმდი. არა მოდი აქ. შენ გონია იმას რა თქვემინა კოკამ ხეიძემ მიქარა და ქალი შეეტენაო? გამორიცხულია, გამოჭერაზე რომ ხართ, ყველა მაგიტომ ძულ ხართ. ვერ გიტან დღევანდელ გოგოს. გაჩუმდი! შენ რა მართლა დაიჯერე რაც გითხარი. რა? მოიცა. რა? შენ ისი მომჩივანი ხარ? ჯანდაბას ჩემი თავი. მოვაწეროთ ხელი. და ორ თვეში დავშორდეთ. თითქოს ხასიათებით ვერ გავუგეთ ერთმანეთს. არავის არაფერი არ გაუკვირდება, მაგრამ ბავშვის მოცილება აუცილებელი იქნება, გესმის? არ გამოვა კოკა.
მაშინ რა ვქნა? დამშვიდდი. ალბათ არ უნდა მეწვალებინე ამდენ ხანს. იცი ახლა ერთი ადგილიდან მოვდივარ. ეს ერთი თვე რაც შენ ეს ამბავი გაიგე. ბევრს ყოყმანობდი. საბოლოოდ კი საბოლოოდ მე თვითონ გავაკეთე ყველაფერი. რა გააკეთე? ის რაც ასეთ ძალიან გინდოდა. მოვიციმე. მოიცადე არ წახვიდე. მართლაც ამბობ? ხო, შეგიძლია მიხსნა. რაში დაგჭირდა ამის გათამაშება? დამჭირდა. ახლა ბევრად უფრო მარტივი გახდა ყველაფერი. მირთვი გოგა. რა გემართები? არა, დაამთავრე საოსი. აღარ მინდა. ბოლო ხანაში ძალიან აფორიაქებული ხარ. გეჩვენება ბებო. გოგა, რა? სად გაქრანი ნიკო? მე რა ვიცი ბებო. და რატომ არ იცი? და საიდან უნდა ვიცოდე ან რატომ უნდა ვიცოდე? არ ვიცი, უბრალოდ გეკითხები. მოხდა რამე თქვენ შორის? ბები, შენ არ იცოდი ასეთი ჩაციებები. ნუ გიკვირშვილო. მე არც ისე დიდი დრო დამრჩა შენს გვერდით სამყოფად, რომ შენ საქმეებში არ ჩავერიო. სხვათა შორის არც ასეთ ბებოს ვარ ჩვეული შენ. როგორც? წუწუნა ბები ის. იცი რას გეტყვი? რას? შენ მაგ კონტრშეტევებს თავი დაანებე და კითხვაზე მიპასუხე. ბებო რა გინდა? შენ ხომ გიყვარს ნინიკო? ცდები. იქნება და შენ ცდები. იქნებ ის იდუმალი ფანტომი, რომელსაც შენ ასე დაეძებ. შენს გვერდით არის და შენ უბრალოდ ამას ვერ ხვდები. ბებო თავი დამანებე რა. როგორ მელაპარაკები? მოპადე გთხოვ. მე თვითონ არ ვიცი რა მემართება. რეგიანად ვერ გარყვეულა რაღაცებში. მოპადე გთხოვ. მოდი ჩემთან გთხოვ მოპადე. ხო, კარგი შვილი. მეც მაპატი. დამშვიდდი. კარგი. ნინიკოს თხოვე. წავიდა. სად? ტალინში. რამდენი ხნით? 1 წლით. კარგი ნახვამდის. მე მისი მეგობარი ვარ. ნახვამდის.
ხდება ქალბატონო ელენე? ამ ხელა სილამაზე რომ დაგვატეხეთ თავზე. რატომღაც ძალიან მომინდა ჩემი ყმაწვილ ქალობის დროინდელი კაბის ჩაცმა შვილი. მე ამ კაბასთან ძალიან დიდი მოგონებები მაკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ ხეიძეები რჩეული ვაჟკაცები იყვნენ, ბაბუაშენი მათ შორის მარგალიტივით გამოირჩეოდა. ერთხელაც ბზობის დღესასწაულზე ეკლესიაში წამიყვანა ეტლით. სიონს რომ მივახლობდით, იქვე ეტლი გააჩერებინა. გადმოვიდა. რევოლვერი საფეთქელთან მიიდო და ეს შვენიერი ვაჟკაცი დგას ესე ფერდაკარგული და მეუბნება. ელენე, მრავალ სიტყვაობით არ შეგაწურხებ და მინდა გითხრა, რომ ჩემი სიცოცხლე თქვენს ხელში. ანახლავე წმინდა გიორგის ხატთან სიყვარულ შემოფიცავთ, ან თავს არ ვიცოცხლ. შეხედე შენ ოპერატიულად მოქმედებდა თურმე ბაბუა ჩემი. მე თქვენ ცოტა არ გაეკეკუცეთ ქალბატონო ელენე. სად იყო შვილო მაგისტრო? გული გამისკდა. მართლა არ დაეგრიალოს თავში რევოლვერი მეთქი. შენნაირი გადარეული იყო ისაც. ბებო, ხო, ისმე შვილო. ამ შვენიერი ისტორიის შემდეგ კი მერიდება, მაგრამ ფული მჭირდება. კოკა. ბებო, ტალინში უნდა წავიდე. ტალინში. ნინიკოსთან. ნინიკოსთან. ბებო. კოკა. ბებო. კოკა. მართლა. მართლა. ნინიკოსთან. მოდი. კარგი შვილი. ახლა. მიდი. ისმენ. დიახ ბატონო კირილე. წყალი ისევ რას ამბობთ? ჩანდაბა. არა, თქვენ არ მოხვიდეთ, მე თვითონ ჩამოვალ. დიახ, 2 წუთში ვანდვარ. დამელოდეთ. აი გამოვდივარ, მოვდივარ. ჩანდაბა. კოკა, უპასუხე ტელეფონს. კოკა. სადაიკარგა ეს ბიჭი. ოხ მეთქო. ალო? ოჰ, პადრი, გამარჯობა შვილო. მადლობა, კარგად. კოკა არ ვიცი. აქ იყო და უცებ სადღაც გაქრა. შეიძლება მეზობელთანაა. ქურთუკი არ ჩაუცვამს. კარგი ვეტყვი შვილო. არ დაიკარგოთ ბიჭებო. ნახვამდის.
დიახ. გამარჯობა ბადრი. სასაფლაოდან მოვედი. არ გინდათ არაფერი. რაც გააკეთეთ ეგეც ზედმეტი იყო. არა მოხდით რა გთხოვთ. რატო? მარტოობა მინდა ცოტა ხანი. არ გეწყინოს რა გთხოვ. გიალასას გადაეცი. კარგი შეხვედრამდე. Akam შვიდობა. არ გაგიკვირდეს ჩემო კოკა და ერთი ჭიქა სასმელის დალევა მომინდა. მეზობელთა. კარგ მეზობელთა. მე რატომ მეუბნებით ამას? აბა ვის უნდა უთხრა? დაბძანე. ისე არაა წესი საკუთარი სასმელით მოსვლა, მაგრამ ეს წუთია ბიძაშვილი გავაცილე და ერთი ბოთლი კონიაკი მიბაჭყლით. შეგერგოთ. ჭიქებს ხო არ გამოიტანდი. ახლა. მოკლედ მარტო ცხოვრობ, არა? დიახ, ხანდახან ჩემი მეგობრები ათევენ ხოლმე ღამეს. მეგობარი გოგონები, არა? ბატონო კირილე, მე კარტოფილს შევწვავ და დამელოდეთ. არა, საჭირო. კონიაკთან აგერ შოკოლადით კარგად მიდის. კარგი. მოდი შევავსოთ. ჩემო კოკა. დიახ. მე მინდა ქალბატონი ელენეს შესანდობარი შევსვა. თუმცა შესანდობარი არა. ცოცხალი სახით გაუმარჯოს. გაუმარჯოს და იქ გახარებოდეს შენი წარმატებები. დიდი მადლობა. ერთი ეს მითხარი ჩემო კოკა. ბევრ გოგონებს იცნობ, არა? გოგოებს? საკმარისად. ესე იგი, მარტო ცხოვრობ ისა. დიახ. ცხოვრობ მარტო გოგონებს. დიახ. ძალიან მამაძაღლობ, არა? ვერ გავიგე. თუმცა ამ ცხოვრებას რას გავუგებ, ჩემო კოკა? ბოლოს და ბოლოს დავრწმუნდი, რომ მაგაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს. ამას წინათ ერთი ცხენივით ქალბატონი დავპატიჟე რესტორანში, მაგრამ რადგან ვერსად ვერ წავიყვანე. აჰა, ბაითიარგო. რა? ხავერა. ეხა. ბინა. ბინა. ჯაიცი აბა ერთი. მოდი ჩემო გოგა. დიახ. ჩვენებურად ვიცხოვროთ. დიახ. შენი გოგონები მოიყვანე. მოვიყვან. ხარჯებს მე გავიხე. მაგარია. კონიაკი, შამპანური, პურმარილი ჩემზე იყოს. ზოგჯერ მანქანასაც გათხოვენ. რასამ. და ასე კონსპირაციულად ვიცხოვროთ. მეტი რა შეგვჭება ჩემო. მაგარია. კარგია. შვენიერი იდეა, ამოვიყვანოთ სხვარტი გოგოები და გავახუროთ გრუპენ სექსები თავისი მთელი ამბებით. ეგრე. გენიალური, უბრალოდ კიდევ რაღაც პრობლემა. რა პრობლემა? რა და ლენა. რა ლენა? თქვენი მეუღლე ლენა. ლენა რა შუაში? როგორ არის შუაში?
ლენა რა შუაშია ლენას ვინ გითხავს როგორ არ გითხავს მე უხერხულში ჩამაგდებ ძალიან გითხავთ ლენა რა შუაშია როგორ არის ვინ გითხავს მე ბეშინია ალბათ ლენას მე თვალებში ვერ ჩავხედავ მას რას ვერ იზამ თვალებში ვერ ჩავხედავ ქალბატონ ლენას მე შენც ნუ ჩახედავ მე თვალებში კარგი ესე იგი ხარჯებს თქვენ გაიღებთ რა თქმა უნდა ძვირიანი სიგარეტების ყიდვა თქვენ მოგიწევთ რა საკმაოდ მაგრამ ახლა თლად ნუ გადავყვებით მაგ კახებს რატო უაქციზოძეთ კარგად გადაივლია ხო კი ზედმეტი არაფერი ვარ გა რა თქმა უნდა დღეს აღამო შემიძლია მოვიყვანო ორი შვარტი გოგო რა თქვი დღეს აღამო შემიძლია მოვიყვანო ორი შვარტი გოგო ორი შვა ერთი შენ ერთი მე თუ გნებავთ 4 არა ორი ერთი შენ ერთი მე არ გადაფიქრდით 4 არა ორი კარგი ორი კიდევ ერთი პრობლემა რა პრობლემა ახლა ეს ფული ფული რა სალაბარაკოა ჩემო აჰა აიგე რაც გადაგჩეს შენთვის გამოიყენე ფული სულ მინდოდა მეკითხა თქვენთვის რა რამდენი წლის ბრძანდებით მე დიახ თქვენ მე ასე პად შეისიათ რა იყო არაფერი ფლად ურიგო არ იქნება ჩემი მხრიდან მიბრძანდი დაკედა რა თქვი რაც გაიგე მიბრძანდი აქედან ნინანებო კოკა რა გვარი ხარ ხეიძე კოკა ხეიძე გისმენთ ლუიზა არა მეგობარო ჩემთან მოხდა ისე რა გიყო მეგობარო რა არა რა შეწუხებაა პირიქით ორი დღე რო არ რეკავთ მენატრებით ხოლმე ნახვამდის მეგობარო ნახვამდის კოკა გამარჯობა შენ სულ წვიმაში მოდიხარ კოკა არ ვიცოდი ბები ელენეს ამბავი საოცრად დამწყდა გული ბებოს ძალიან მოყვარდა ვიცი შეგიძლია მომაწევინო შენ რა ეწევი? ზოგჯერ მე ძალიან მოგენატრე ბევრს ვფიქრობდი კოკა შენზე ძალიან ბევრს იცი გუშინ სასაფლაოზე შემინდევამდე დავჭი წამოსვლა რომ დავაპირე
სადღაც შორს თვალი მოუკარე შენ რომ მქონდა ისეთ საწვიმარს და რაღაც საოცრად კარგად ვიგრძენი თავი ნიკო მე ვიცი რომ ბევრი შეურაცხყოფა მოგაყენა მაგრამ მივხვდი რომ არ შემიძლია უშენოდ მიყვარხარ ხომ არ მიმატოვებ არ მიგატოვებ კაკაჰოთ ნუ გამახსენები მძველს რა გემართება არაფერი განდაკებას ავითხარ გეჩვენება ნინიკო მე ნინიკო მიყვარხარ არ შეგიძლია ის ახლა მარტოა მე მას უჭირდები მაგრამ ვინ არის მარტო შენ ხარ კოკა მარტო შენ ფიქრობდი ის ყველაფერს მიხვდა მე ის მიყვარს მაგრამ არ შემიძლია მე შენ მიყვარდი შენი ღიმილი თავის მოbrunება ხმის გაგონება ჩემთვის დღესასწაული იყო მიყვარდი გესმის ამიტომაც დაგთანხმდი ბავშვის მოშორებაზე ვეღარ გიყურებდი უხეშ სახედაკარგულს შენ ხომ არ იცი რა გრძნობაა როდესაც ქუჩაში მიდიხარ მარტო წვიმაში გათელი ექიმის მოსაცდელთან ზიხარ და მისი ვაჟი დამცინავი ღიმილით პაემანზე გითანხმდება არ შემიძლია შენთან ყოფნა ნინიკო იქნებ თავი დამწადო შენ ხომ გჯერა რომ ახლა სულ სხვანაირად იქნება ყველაფერი არ გამოვა კოკა აქ არ გეგონოს პატიება არ პატიების ამბავი იყოს ბოლოს და ბოლოს ძალაუნებურად ყველა ქალს უწევს იმის გაკეთება რაც მაინცულია უბრალოდ არ შემიძლია დავივიწყო შენი ყალბი და შეშინებული სახე შვიდობით კოკა ძალიან ძლიერი გახდი ვეღარ გცნობა მართლა მინდა დამეკითხა ბიჭები როგორ არიან კარგად ძალიან კარგი მეგობრები ყავს ერთი მე ვარ ცუდად არა შენც კარგი ხარ ყველას უყვარხარ პირდაპირ ბურძგლავთ ჩემი სიყვარული შენ ბევრს უყვარხარ კოკა და ეს უნდა იცოდე წვიმიდან მოხვედე და წვიმაში მიდიხარ როგორ ფიქრობ ჯობდა მომეტყუებინე და ყველაფერი ისე დამეტოვებინა ნედა მოგეტყუებინე ნახვამდის კოკა ბებია ჩემი ისე წავიდა ეგონა ნათელი ბიჭი დამტოვა
ცოდვიანი დავიბადე ამ ქვეყანაზე. ჩემს სიცოცხლეს დედა ჩემი სიკვდილით აშერდა. ხოლო თვითონ კი ჩემს შვილს განაჩენი გამოუტანა. საყვარელ გოგონას კი სული დაუსახიჩრე. როდის ხდება ეს? როდის? ერთ მშვენიერ დღეს საკუთარ თავში ხორს რომ აღმოაჩენ. როდის ხვდებით პირუტყვები? მილიონობით ნიღაბს ვიზომავ და ბოლოს ყველაზე ყავს მახინსა და უცხოს მოვირგებთ ხოლმე და ისე გეწებება ეგო ხერი. განიანად კიდე აითხლისო. მაგრამ ვეღარ შეგწევს ამის ძალა და ხონე. ადამიანს ხომ სინაზის სიყვარულის უდიდესი მარაგი აქვს მკერდში დაგუბებული. სად მოვახერხეთ ამის ჩადგებნა? რომელ სარდაფებში გამოვამწყდიეთ? ჩქარა მიქროდა რომ არაფერზე ფიქრობდა ფიქრი რა თუნდა დროს როცა უნდა თოს სიყვარული თუ გაქრება შეიტირებს და ჩაქრება ჩვენ ვერ გავიგებთ რა ხდება გაჩერდება დრო სიყვარული თუ გაქრება შეიტირებს და ჩაქრება ჩვენ ვერ გავიგებთ რა ხდება გაჩერდება დრო დროზე ჩქარა მიქრის აღარ გვაქვს ჩვენ ფიქრი არ ვარ დღეს ხვალშეც გაქრები და მრეც სიყვარულს თუ რამ გაქროს არ დავიჯერებთ არასდროს ჩვენ ვერ გავიგებთ რა ხდება გაჩერდება დრო სიყვარულს თუ რამ გაქროს არ დავიჯერებთ არასდროს ჩვენ ვერ გავიგებთ რა ხდება გაჩერდება დრო ისვენ ლუიზას არც რა ლუიზა იპოვე კილოცავ მეგობარო გაუთხიდი ბიჭო არ დაგარმა